როდესაც დეილ კარნეგს კითხეს, როგორ პარტნიორს აირჩევდა ის სამსახურში, საწოლსა და ქუჩაში, მოაზროვნემ დაუფიქრებლად უპასუხა: სამივეგან საინტერესოს. ორიგინალური და საინტერესო მოქმედებით თქვენს მიმართ გაზრდილ ყურადღებასა და შეუცვლელ რეპუტაციას მოიპოვებთ, თუმცა გააზრებული რისკი და ექსტრაორდინალური აზროვნება არც ისე იოლია. მაგრამ ამას ხომ მხოლოდ თვითრეკლამისთვის არ აკეთებთ. მაესტრო წარმოგიდგენთ ტელერეცეპტის რჩევებს იმისათვის, რათა უფრო საინტერესოდ ვიცხოვროთ. თვეში ერთი დღე დილიდან საღამომდე ეცადეთ თქვენი თავი სხვა ადამიანის ადგილას წარმოიდგინოთ. ეს ცხოვრების საინტერესო აღქმაში დაგეხმარება. თუმცა შემცვლელი სტატუსი კარგად განსაზღვრეთ, ჩადენილი დანაშაულისთვის თავს იმithომარი მართლებთ, რომ ვთქვათ, გუშინ ქურდი იყავით. ყოველ დღე წაიკითხეთ ახალი წიგნი ან ჟურნალი, შეიძლება რაიმე საინტერესოსაც გამოჰკრათ ხელი. ნუ დაგეზარებათ ახალი რეცეპტების გამოგონება და სამზარეულოში ფუსფუსი. მიეცით თავს უფლება მრავალგზის რეკლამირებული, ძვირადღირებული, ნელსაცხებელი ახლა მაინც შეიძინოთ. თუმცა ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ რეკლამიდან გადმოსულ ქალს დაემსგავსებით. თქვენს ტანსაცმელს შემოქმედებითად მიუდექით. პატარა შტრიხსაც კი შეუძლია გამოოგნებელი ეფექტის მოხდენა. ნუ მოაწყენთ მეუღლეს სამსახურებრივი პრობლემების მოსმენით. როცა მასზე ფიქრს დაიწყებთ, დასძლიეთ ამბიციები. მიდით ტელეფონთან და აკრიფეთ ნომერი იმ დარწმუნებით, რომ ისიც თქვენზე ოცნებობს. შეირჩიეთ თმის ორიგინალური ვარცხნილობა. თავის ერთი გადაქმნებით თქვენ შეუდარებელი გახდებით. ესაუბრეთ ადამიანებს მათი ინტერესების შესაბამისად. ხანდახან სასარგებლოა გარისკოთ. მოულოდნელად შეჭამოთ შემწვარი ქათმის ნახევარი, იცეკოთ შპილკებზე შემდგარმა, ან სულად წაიკითხოთ სხვისი წერილი. გაიჩინეთ თქვენთვის შეუცვლელი ახალი საყვარელი საქმე. შეადგინეთ თუნდაც რჩევადარიგებათა ტრაქტატი, როგორ იცხოვრო საინტერესოდ. და სხვებმაც წაიკითხონ იგი. რაც მთავარია გახსოვდეთ, თუ თქვენ საინტერესო ადამიანი ხართ, აუცილებლად ინტერესით მოგეგიდებიან. მთავარია იმოქმედოთ ტელერეცეპტის მიხედვით.